მე ძალიან მიხარია ნებისმიერი ჩართულობა პირველ რიგში მედიის, იმიტომ რომ ეკას ღონისძიება იქნება თუ ჩვენი რაღაც სოციალური აქტივობა, რაღაც სამოქალაქო პლატფორმის შექმნა, აი თქვენი ტელეკომპანიის, მერაბის, რადიო საშუალების გარეშე ამის პოპულარიზაცია თუ ადამიანებამდე მიტანა გაჭირდება, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია და ძალიან კარგია რომ ჩართულობა თქვენი ამ კუთხით დაინტერესება არის. Რა თქმა უნდა, კომპლექსურია საკითხი, რაც ეკამაც ახსენა, ეს არ არის მხოლოდ თქვათ ვიღაც მძღოლი, ცუდი, არადისციპლინირებული, მოუწესრიგებელი სამოქალაქო კულტურის არ მქონია. ეს ერთი მოცემულობა არის ფეხოსანთა პრობლემაც მოგეხსენებათ ქალაქში, არის პრობლემა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თუ არა მარტო მათი გააჩნია გზების, ასე ვთქვათ, ვის გამგებლობაშია გზები, აქ არის მონიშნების პრობლემა. ხანდახან ვფიქრობ, რომ რო ავდგეთ და სიტყვაზე ესეთი არასწორი, მაგრამ საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატაროთ კონკრეტულ გზაზე შევცვალოთ საგზაო ნიშნები. მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც წინა დღეს იყო, სანამ საგზაო ნიშნებს შევცვლით. ამის მიზეზი ორი რამ არის. ერთი არიციან, მეორე არადაგიდევენ. ესეც არის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის და ზოგადად აი გზის ბორდიურების, აქ არის შედის რა თქმა უნდა ტრანსპორტის საზოგადოებრივი და ასე შემდეგ. მე ხშირად ვიძახი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემთვის მაგალითად ივერიის იგივე ჩვენი სამშობლოს გაბრწყინების ერთ-ერთი ნიშანი იქნება, თუ მოვახერხებთ და ოდესმე საგზაო სამუშაოებისას დავამთხევთ კანალიზაციის, ჭის, ლუქის და გზის საფარის ერთმანეთს თუ დაემთხვევა. ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა და მე ჩავთვლი, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით პროგრესისკენ, ევროპისკენ, მოწესრიგებულობისკენ. და გარდა ამისა, მაინც ესეთი აქტივობები ეკა და მერაბ და თქვენც მინდა გითხრათ, რომ მაინც იღებს გარკვეულ შედეგებს. მე რომ ვაკვირდები ახლა უფრო მეტი, არ ვიცი, მე მგონი არ მეჩვენება, უფრო მეტი ადამიანი უთმობს სხვა ადამიანს გზას ზებრას. მე მართლა ის მგონია. ტენდენციური ქალაქია თქო მე ხო, გადამდები ტრენდული ესე რო იტყვიან ხდება, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვეთქვით, რომ ეს არის ცუდი საქციელი, ეს ლაპარაკობს შენზე ცუდად. შენ ხარ ცუდი ადამიანი, შენ ყვები შენს თავზე ცუდ ამბავს. ამ შენი მოქმედებით ეს იმდენად მე თბილისი ყველას იცნობს, იმდენი ადამიანი მეტყვის დღის განმავლობაში შენი მანქანა იქნახი, აქნახი, რომ ყველაფერი ვიცით. ვაკონტროლებთ ერთმანეთს, ქონდა ეგეთი იდეა, შეიძლება უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, არა თბილისურია, მაგრამ რაც იყო ესეთი უკონტაქტო პატრულირება, ბევრ ქვეყანაში არის ვიდეო ფიქსატორები. მოდი დამაყენებინეთ მანქანაზე პირადად მე თუ მაქვს ამის შეძენის შესაძლებლობა და მე თუ დღის განმავლობაში აღმოვაჩენ რამდენიმე დარღვევას, ამატვირთინოს თქვა შესაძლოა თავის ოფიციალურ რაღაც საიტზე და მოახდინოს რეაგირება და გადამიხადოს პირობითად ვიძახის, მე სულ არ მინდა არაფერს გადახდა, მაგრამ გადაუხადოს ადამიანს 20 ლარიანი ჯარიმიდან ლარი. არ ვიცი ახლა ეს შეიძლება სულელური იდეაა, მაგრამ ყველა თუ არ გავხდით საპატრულო პოლიციელი და კონკრეტულ ადგილას არ გამოხატეთ პროტესტი, თუნდაც მანქანის გაჩერებით, გადმოსვლით და გალანძღვით იმ კონკრეტული ადამიანის შერცხვენით, ფოტოს გადაღებით, ამასინათ კონკრეტულ ადგილას რო ვიღებდი ვიდეოს, რამდენიმე ვიდექით, თორე რამდენიმე მძღოლის სიამოვნებით გადმოვიდოდა მანქანიდან და დამალეწავდა თავზე იმ კამერას, რომელთაც ვიღებდი იმ კონკრეტულ დარღვევებს რა. ესეც არის. და მთავარი არის ის, რომ აუცილებლად ადმინისტრირების გარეშე ნებისმიერი ჯარიმის გაზრდა არცად ეს ეფექტური არ ყოფილა. მე პირიქით საფრთხესაც ვხედავ, რის საფრთხეს გეტყვით, თუ გახდეს 500 ლარიანი შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს თუნება ქთამის შეთავაზების, არც ეს არ უნდა გამოვრიცხოთ, ხო? ხო შეიძლება გაუჩნდეს თუნება ქთამის შეთავაზების. თავარი არის სწორი ადმინისტრირება და ყველას შეეხოს. გაბურულ ფანჯრან მინიანსაც და ამა თუ იმ ნომრიანსაც რა, ყველას უნდა შეეხოს ეს ადმინისტრაციული სანქცია და ჯარიმა. ეს არის გამოსავალი. მე და კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, მიუხედავად ამ კამპანიების, ანუ იარენევა და სხვადასხვა აქტივობებისა, მაინც არ იკლებს სტატისტიკა, არის მატებაშიც პირიქით და რატომ ხდება ეს როგორ ფიქრობთ, ან რა უნდა შეიქმნას კიდე ისეთი უშველის თუ არ ამას როგორი რადიკალური პრევენციის გზები უნდა არსებობდეს? მე ვფიქრობ მაინც რომ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ეს აზრი იმიტომ აქვს რომ მე ჩავერთე ასე ვთქვათ და გავაქტიურდი ჩემ მეგობრებთან ერთად ბოლო პერიოდია, მაგრამ მაინც გონია რომ აქტივობის ამაღლება ბოლო პერიოდსაც უკავშირდება. რაღაც პერიოდი პარლამენტიც არ იყო მაინც და მაინც, ну ყოველ შემთხვევაში კანონი ამდენი ხანია დევს პარლამენტში და მიუხედავად ცდელობებისა არანაირი ძვრა და ესე იგი განვითარება ამ საკანონმდებლო პროცესს არ ქონდა და ეხლა ბოლო პერიოდში უკვე იმდენად ცუდი ვითარება დაიხატა და ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ისეთ ორგანიზაციამ როგორც თქვენია და მე ყველა ჩაერთო და მედიაც გააქტიურდა საბედნიეროდ პარლამენტში ეს კანონშემოქმედი პროცესის გააქტიურებაც მოყვა რომ იმედია რომ აი რასაც ეკა ამბობს რაღაც ერთი წლის შემდეგ ჩვენ იმედია რომ რაღაც უფრო პოზიტიურ შედეგებს დავინახავთ ამ მინიმალური თუნდაც ჩემ თავზე ვიძახი ჩართულობისა ამ საქმეში აი თუნდაც აი კამპანიური იყო ხო გზას უთმობს სასწრაფოს მართლა
მოდი დავაკვირდეთ რომ მართლა არის ეს შედეგი. შეიძლება ვიღაცა უკან აედევნოს ამ სასტრაფოს, მაგრამ ნუ მოდით ჩავუთვალოთ მას ეს რომ დაიმსახურა, დაუთმო და გაჰყვა უკან და გაითავისუფლა გზა, ხო დაუთმო რაღაც მონაკვეთში. ეგ ეს აი კინოში ან იმაში რომ ზივარ სავარძელი თუ ცოტა მანქანისას წააგავს, ვეძებს უსაფრთხოების გვერდს. ესეც გახდა ჩვევა. ესეც გახდა აი ხანდახან რო არ ვიკეთე, აი რაღაც მონაკვეთზე თუ არ გავიკეთე, მგონია რომ რაღაც გადმოვარდები ახლა და რაღაც არ დამიჭერს ისე და გახდა ეს ჩვეულებრივი ჩვევა გახდა, როგორც აი ინსტინქტური გამომუშავებული ჩვევა. მაგრამ ეს კანონმა გვაიძულა. კანონმა გვაიძულა. კანონი უნდა გამკაცრდეს.